ამერიკის ხმის ქართული რედაქციის შეკითხვებს ანდრეი ილარიონოვი პასუხობს. ის ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარია 2000 წლიდან 2005 წლის დეკემბრამდე, ის იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ილარიონოვი აღიარებულია რუსეთში ღია საზოგადოებისა და დემოკრატიული კაპიტალიზმის მხარდამჭერად. Hello, Mr. Larionov. First of all, thanks for being our guest today. საუბარს ყველაზე კრიტიკულით დავიწყებთ. რუსეთის ჯარი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. თქვენ ქართულ-რუსულ ომს პირველი გასროლიდან ბოლომდე თვალს ადევნებდით. კი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები იმეორებენ, რომ რუსეთი სარკოზი მედვედევის შეთანხმებას არ ღვევს, მაგრამ კონკრეტულ ბერკეტს არავინ გვთავაზობს. როგორ ფიქრობთ, სიტუაცია მკვდარ წერტილშია? First of all, I would say that პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წელს მართლაც იყო ომი, მაგრამ არა საქართველოს რუსეთს, არამედ რუსეთს საქართველოს შორის. ომი, რომელსაც რუსეთი ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დიდი ხნით ადრე ამზადებდა და ბოლოს დარტყმა განახორციელა კიდეც. ომი გრძელდება, მაგრამ ახალი ინსტრუმენტებით. თქვენ გახსოვთ, რომ 2004-2005 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე იყო ბევრი გაურკვეველი, ამოუცნობი აფეთქება. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების სტაბილობის შერყევას ამ გზით ცდილობდა. ეს იმ კონკრეტული ისტორიული მომენტის ომი გახდათ. ამის შემდეგ იყო ეკონომიკური ბლოკადა. ესეც ომის ნაწილია, რომელიც მოგვიანებით დიპლომატიურ ომში გადაიზარდა. ამას 2008 წელს უკვე ნამდვილი ომი მოჰყვა. დღეს სხვა სურათი გვაქვს. მიდის არა ცხელი, არამედ თბილი, ან ცივი ომი ქართული საზოგადოების ოპოზიციის ჩართულობით. მათ ამ ომში იყენებენ. And continuing the question, the issue is Georgian opposition, you know. ოპოზიციის საკითხი რომ განვავრცოთ, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ზურაბ ნოღაიდალი უკვე რამდენჯერმე იყო მოსკოვში პარტია ედინა ერასიასთან ხელშეკრულებაც კი გააფორმა თანამშრომლობის შესახებ. ბოლოს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პრემიერმა პუტინმა კრემლში საკმაოდ თბილად მიიღო. რა პროცესებთან გვაქვს საქმე? no, it is rather hard to judge. რთულია შორი მანძილიდან განსჯა. ჩვენ კონკრეტულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ შორიდანაც კი თავად ფაქტი აღმაშფოთებელია. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილად იღებენ კრემლში, იმ ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთან ცოტა ხნის წინ მწვავე ომს აწარმოებდა. I'll suggest you now one. საუბრობენ იმაზე, რომ ქართულ ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებაზე, საქართველო არ იღებს გზას ნატოსკენ. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ასეთი გეგმის არსებობა და იმუშავებს თუ არა ის? Probably not fully, but გეგმა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მანამდე სამჯერ მაინც არის მოსინჯული. 1921 წლებში, როდესაც რუსეთის კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს შესთავაზა, რომ თუ ქვეყანა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა და არ მოინდომებდა რომელიმე სამხედრო ბლოკთან დაკავშირებას, ეს იქნებოდა მისი დამოუკიდებლობის აღიარების პირობა. საქართველო ამას დათანხმდა და რამდენიმე თვეში რუსულმა ჯარმა მოახდინა საქართველოს დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია. ეს ისტორიული მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს სისტემა. შემდეგ თუ არ ვწდები ბატონმა შევარდნაძემ 90-იანი წლების მიწურულს რუსეთს შესთავაზა, რომ საქართველო ნეიტრალური დარჩებოდა და საერთო ინტერესების თანახმად იმოქმედებდა. თუ კი რუსეთი და საქართველო საერთო ძალისხმევით მოაგვარებდნენ შიდა პრობლემებს. მაგრამ რუსეთმა ეს გეგმა არ მიიღო. უკვე 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა თითქმის იგივე შესთავაზა პუტინს, რომ თუ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდებოდა, ქვეყანა ნატოში ინტეგრაციაზე უარს იტყოდა. მაგრამ რუსეთმა წინადადება ამჯერადაც არ მიიღო. გამოდის, რომ თუ კი ოპოზიციაც ამაზე ფიქრობს, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა მოძველებული გეგმისა, რომელიც რუსეთის სურვილით არ მუშაობს. ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია არც ერთი ოფიციალური განცხადება რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. რატომ? რუსეთი მზად არ არის ამ გეგმის მისაღებად. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბანდებული ინვესტიცია იმდენად დიდია, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო და დიპლომატიური, რომ ამ გეგმის მიღება ტყუილ გარჯას ნიშნავს. იცით, უბრალოდ წარმოდგენაა შექმნილი, თითქოს რუსეთისთვის საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ძალზე მნიშვნელოვანია. ეს კი დიდი თამაშის მხოლოდ პატარა ნაწილია. ამას რუსეთი ევროპის, ნატოს უსაფრთხოების დასაკნინებლად იყენებს. On the other part we have USA. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა ბოლოს განაცხადა, რომ ამერიკა მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს არ სცნოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ზოგადად მსგავსი განცხადებები მრავლად იყო სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნებისგანაც, მაგრამ საქართველოსთვის ეს ამ ვითარებაში საკმარისია? no, definitely for Georgia is not enough. რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაციის შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შეიძლება. სხვა საკითხია რატომ, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის.
ამერიკის მთავრობის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ 2009 წლის ივნის-ივლისში მათი პოზიცია საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და ზოგადად ის, რომ 2008 წლის ომის მეორე სერია არ განვითარდა, ამერიკის ხელშეწყობით მოხდა. ანტიქართულმა პროპაგანდამ 2009 წელს საკმაოდ იკლო. We knew the former governments თქვენ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ახსენეთ. უშუალოდ რა განსხვავებას ხედავთ დღევანდელ და ყოფილ ადმინისტრაციებს შორის, კონკრეტულად საგარეო პრიორიტეტებს შორის? probably for Caucasus. I would say there are serious differences. It's very clear. ვიტყოდი, რომ ადმინისტრაციებს შორის დიდი განსხვავებაა, იგივე საქართველოსთან, რუსეთთან ურთიერთობაში. ათელია, რომ ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა, მაგრამ არა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე. თუმცა ერთი წლის შემდეგ აქ მიხვდნენ, რომ ამ პოლიტიკამ მარცხი განიცადა. მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, რომ არ შედგა ომის მეორე რაუნდი, მაგრამ სხვა დანარჩენში ამერიკას სრული იმედგაცრუება ელის. ის ეძებდა სანდო, რეალისტ, დასაყრდენ პარტნიორს, მაგრამ პროგრესი ნულის ტოლია. ამავე დროს ამერიკა მაჩვენა, რომ ის არ არის მზად საქართველოს არაფრის გამო შეწიროს რუსეთს. ასე რომ ახალი ადმინისტრაციის მოღვაწეობის ერთი წლის შემდეგ სახეზე გვაქვს საკმაოდ მყინვარული პროცესი, როცა ხდება მიდგომების და ურთიერთობების გადახედვა. Thank you for being our guest. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი შეხვედრისას შედარებით ნათელი პოლიტიკური სურათი გვექნება. Thank you. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.